მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და არასთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა მინდა რომ იყოს ესეთი. თქვენი უმაღლესი მეის პერსპექტივიდან ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით ახლა. აი ეს მინდა რომ დავსვათ შეკითხვა. უმაღლესი მეის პერსპექტივა არის ის განვითარების პოტენციალი, მასშტაბი, რისთვისაც თქვენი სული მოვიდა ამ სამყაროში. ამიტომ კითხვა დავსვათ ესე, უმაღლესი მეის პერსპექტივით ეხლა ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით. იმისაც რომ გავიგოთ რისთვის არის ეს გაშლა, გავაკეთოთ აუცილებლად იდენტიფიკაცია. და თუ ეს იდენტიფიკაცია გამოგეხმაურათ, ამ შემთხვევაში განაგრძეთ ყურება. თუ არა დაელოდეთ თავისთავად ცხადია სხვა გაშლას. უკაცრავად ხმარა მაქვს. ნახოთ რისთვის არის ეს გაშლა. 10-იანი პენტაკლები. არგანი თუ არა. პენტაკლების დედოფალი. თასების ტუზი. 5-იანი პენტაკლები და 4-იანი კვერთხები. გასაგებია უკვე ჩემთვის ვისთვისაც არის ეს გაშლა. პირველში ეს არის გაშლა ადამიანის, რომელსაც ოჯახურ იერარქიაში, ოჯახურ სისტემაში უჭირავს ესეთი როლი, სოლიდური როლი. თუმცა ეს სოლიდური როლი მე ვიტყოდი, რომ არის საკმაოდ დამღლელი. მთელი აქცენტი, მთელი კონცენტრაცია ფაქტობრივად შეიძლება ითქვას გადამოსულია თქვენზე თქვენი სურვილის მიუხედავად. ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენ არ გინდათ დაუშვათ ამ ოჯახურ სისტემაში ყოფნა, ან დაუშვათ არ მოგწონთ, მაგრამ უკვე იმდენად დიდი წნეხია თქვენზე, იმდენად ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა გადმოგაკისრათ, ასე რომ ვთქვათ, ხო? რომ უკვე ძალიან დაღლილი ხართ, უკვე ძალიან ზედმეტია, ასე რომ ვთქვათ, ეს მთელი პასუხისმგებლობები. კი, და რაღაცნაირად თითქოს ცდილობთ სხვათა შორის ამან გამოიწვია რა, ამან გამოიწვია უკაცრავად აი ხმა მაქვს ძალიან წასული და ამან გამოიწვია ის, რომ თქვენი უშუალო ფინანსური ნაკადი არ არის ისე გამართული წელში და ისე მყარი, როგორიც უნდა იყოს წესით და რიგით. იმიტომ რომ თქვენ ადამიანი რეალურად ფლობთ ამ უნარს, ფლობთ ამ ძალას, რომ თქვენთვის საკმარისი და საკმარისზე მეტი ფინანსებიც კი გქონდეთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს თქვენი აქცენტები გადატანილია სხვა ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, უშუალოდ თქვენი ფინანსები, აი უშუალოდ თქვენი ფინანსური ენერგია არის მეტნაკლებად, კი არა და მეტზე მეტად დაშრეტილი. ამ დროს თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც თვითონ შეუძლია, რომ შექმნას ყველანაირი კეთილდღეობა და ამისათვის არ ჭირდება არავინ და არაფერი. ყველაფერი არის თქვენში. თითქოს ამ ეტაპზე თქვენი ეს შემოქმედებითი უნარიც კი რაღაცნაირად არის დაწეული, ანუ დაშემცირებული და დაშრეტილი, იმიტომ რომ აი გადაღლილი ხართ, გადამწვარი ხართ, ძალიან დაღლილი ხართ ემოციურად, ფსიქოემოციურად და ფიზიკურადაც. აქ სხვათა შორის ზოგიერთი თქვენგანისთვის ყველასთვის არ იქნება, მაგრამ
ბევრისთვის იქნება ისე, რომ აი საკუთარი თავი რო გაქვთ დავიწყებული თითქოს. გინდათ ჯანმრთელობის კუთხით, გინდათ ისე სურვილების კუთხით, ანუ ბოლოს როდის კითხეთ საკუთარ თავს მართლა რა გინდათ და როდის დაართეთნება, რომ ის რაც მართლა გინდათ გაგეკეთებინათ. აი ესეთი ენერგიის ადამიანზე იქნება ეს გაშლა დღეს. და მინდა ვკითხო ახლა ტაროს თქვენი უმაღლესი მეს პერსპექტივიდან, ვინც დღეს გაშლაზე მოვიდა, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა, ანუ რისთვის არის ის მოცემულობა, რასაც ახლა გადიხართ. თქვენი უმაღლესი მეს პერსპექტივიდან, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა. ნახოთ. ხუთიანი კვერთხები. პენტაკლების ტუზი. 4-იანი კვერთხები. აი რაც მოვყევი, ჩემო მეგობრებო, აბსოლუტურად საპირისპირო მოდის ახლა აქ. ნახეთ, ხა განახებთ. მე გავგიჟდები. გავგიჟდები. რა მოდის ახლა აქ საპირისპირო, ნახეთ. მოდის ის, რომ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე, ანუ იმდენ წეგან ხო ვთქვი, რომ იმდენად დაგაწვათ ეს მხრებზე და იმდენად უკვე ხვდებით, რომ ამ ტვირთის ტარება ფიზიკურად აღარ ძალგიცთ, ნელ-ნელა იწყებთ საკუთარი თავის თვის ბრძოლას, საკუთარი თავის გახსენებას, საკუთარი ტერიტორიების შემოსაზღვრას, საკუთარი ინტერესებისთვის ომს და ბრძოლას, ხო? ანუ ამ დროს თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, როგორ უნდა, როდის უნდა, რატო უნდა და ასე შემდეგ. თუმცა აი ამ ოჯახურ სისტემაში სრულად ამ დრომდე მე არ ვამბობ, რომ ეს არის 1 და 2 თვის ამბობ, რაღაცა 5, 6, 7 წლის ეს პერსპექტივა მთლიანად არის, რომ ნელ-ნელა თითქოს ჩაიკარგეთ. და ეხლა ხართ იმ მდგომარეობაში, უკაცრავად იმ მოცემულობაში, როცა საკუთარ თავს ეუბნებით, რომ გაიღვიძე დროა, რომ იბრძოლო საკუთარი ინტერესებისთვის. იმიტომ რომ მიხვდით, რომ არავინ, აბსოლუტურად არავინ თქვენ გარდა ამ ინტერესებისთვის ბრძოლას თუ არ აპირებს. არამედ იმდენად დიდი კომფორტი გაქვთ თქვენ შექმნილი თქვენ გარშემო მყოფებისთვის. კაც შულს არ აწუხებს ეს თქვენი უკმაყოფილება, არა თუ უკმაყოფილება არ აწუხებს, ვერც იგებენ და არც იგებენ, რატო შეიძლება იყოს უკმაყოფილო და რატო შეიძლება რაღაცეები არ მოგწონდეთ, ან თქვენთვის მისაღები არ იყოს. ნახოთ რა პერსპექტივა იშლება თქვენი უზენაესი მეს გადმოსახედიდან ცხოვრების ამ ეტაპზე. რა პერსპექტივას გაძლევთ თქვენი უზენაესი მე? კვერთხების ტუზი. ყველაფერი თქვენ ხელშია შემოძვირფასებო. ხო ხედავთ როგორი რკინის მკლავია, ხო ხედავთ როგორი გამწვანებული რტუა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი უზენაესი მე გეუბნებათ, რომ სწორ გზას ადგახართ. არ გადაუხვიოთ, არ დათმოთ არავისთვის თქვენი ინტერესები, დასახეთ გრძელვადიანი მიზნები და იბრძოლეთ. ხედავთ როგორი როიანი კვერთხებია, ზარბაზნიდან სხვადასხვა ფერის იმებს ისვრის. ეს მეომარი. ოღონდ თქვენ უნდა იბრძოლოთ, შემოძვირფასებო. აუცილებლად უნდა იბრძოლოთ, როგორც წეგან გითხარით, არავინ არ დათმობს საკუთარი კომფორტის ზონას, იმის გამო, რომ თქვენ შეგიქმნათ კომფორტი. არავითარ შემთხვევაში. აგერ არის პენტაკლების მეფის ენერგია. პენტაკლების მეფის ენერგია არის ემოციურად ცოტა ვიტყოდი, რომ ცივსისხლიანი არა, უფრო როგორია, იცით, ანგარიშიანი ადამიანის ენერგია, რომელიც უკვე ანგარიშობს არა მხოლოდ ფინანსებს და იმას კი არ ითვლის, რომ ვის რა მისცა, ანაჩუქა მატერიალურ გამოსახულებაში, არამედ უკვე აფასებს საკუთარ დროს, უკვე აფასებს საკუთარ ენერგიას,
უკვე აფასებს საკუთარ ყველა გადაწყვეტილებას სხვის სასარგებლოდ მიღებულს, ანუ ფასსადებს უკვე ამას, რასაც მანამდე ყველა თქვენგან ესე უფასოდ იღებდა, შინაური იქნებოდა ეს თუ გარეული, ეხლა ნელ-ნელა ხვდებით, რომ ამან არაფერი სიკეთე თქვენ არ მოგიტანათ, გარდა ერთი რაღაცისა, რომ თქვენი ჯანმრთელობის, თქვენი პიროვნული ინტერესების, თქვენი პირადი საზღვრების დათმობის ხარჯზე თქვენ დაიკარგეთ სადღაც. ანუ სადღაც შუაში ხართ დაკარგული. და უზენაესი პერსპექტივა არის ის, რომ აი ახლა ხო ნელ-ნელა იღვიძებთ, აი ახლა ხო ნელ-ნელა მაინც მიხვდი, ასე რომ ვთქვათ, რომ ეს სწორი არ იყო, აი ახლა იბრძოლე. ორიანი კვარტხები. გახედეთ შორ პერსპექტივას. გახედეთ შორ პერსპექტივას და დაინახოთ, რომ აი ამ პერსპექტივით, აი ამ გადაწყვეტილებებით, აი ამ ნაბიჯებით, თუ თქვენ აქ და ახლა ისევ დარჩებით და გააგრძელებთ იგივე ყოფას, რა ყოფაშიც იყავით, ვერავითარ შემთხვევაში შემოძვირფასებო თქვენ ვერ მიაღწევთ იმ საწადეს მიზანს, რასაც ქვია ვარსკვლავური ენერგია. აქ სხვათა შორის არ ვიცი პირადი მატრიცა გარჩეული გაქვთ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს მე-17 ენერგიის ქვეშ დაბადებული, ან მატრიცაში გქონდეთ ბევრი მე-17 ენერგია. სხვათა შორის ეს არის ერთგვარი გამოცდა ხოლმე მე-17 ენერგიის ადამიანებისთვის, დაემორჩილებიან თუ არ დაემორჩილებიან აი იმ წნეხს, ასე რომ ვთქვათ, რომელშიც ესე აქცევს სამყარო და შეძლებენ თუ არა თავი დაიხსნა იმ ყველაფრისგან. ფორტუნას ფორბალი. აი რასაც გიყვებით, ჩემო მეგობრებო, ზუსტად მიდასტურებს ტაროს არკანები. იბრძოლეთ, აუცილებლად იბრძოლეთ თქვენი საკუთარი კეთილდღეობისთვის, 10-იანი პენტაკლები. არავინ, ვინც თქვენს გვერდზე არის დასარჩენი, ოჯახის წევრი იქნება ეს, ცოლი იქნება, ქმარი იქნება, შვილი იქნება, მეგობარი იქნება, სამსახურის მდგომარეობა იქნება, რაც იქნება. ყველა დარჩება თუ ეს თქვენს ენერგიას ეხმიანება. თუ ეს თქვენს ენერგიას აღარ ეხმიანება, ეს ენერგიები აუცილებლად წავა და ამას თქვენ ვერ შეაკავებთ. და თუ ეცდებით რომ შეაკავოთ, ხო, უფრო მტკივნეული იქნება ის წასვლა, ვიდრე დაუშვათ, როდესაც ნებით გაუშვებ და ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე. აი რა პერსპექტივას გპირდებათ სამყარო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დანებდებით, თუ თქვენ არ დაემორჩილებით, თუ თქვენ არ მოექცევით მატრიცის იგივე მარწუხების გავლენის ქვეშ, რასაც საზოგადოდ აკეთებს ხოლმე მატრიცა. ანუ თუ არ შთანთქავს, თუ არ მისცემთ უფლებას მატრიცას, რომ შთანთქოს თქვენი ენერგია, თქვენ მიაღწევთ აგერ იმპერატორის მდგომარეობას. მეტი რა გითხრათ, პრინციპში ნათელია უკვე ეს გაშლა. თქვენთვის ძალიან მიხარია დასტის ბოლოს არის თასების ტუზი. ეს ბოდიში ხმლების ტუზი და კი ხედავთ როგორი ხმლების ტუზი გვაქვს აქ. ნახეთ როგორი დენის ენერგიებია, ეს რას ნიშნავს იცით? ანუ ეს იმპულსები თქვენ უკვე ნაგრძნობი გაქვთ. ეს იმპულსები შეიძლება აი გრძნობთ ფიზიკურად, რომ რაღაცა შიგნიდან აი გიჯიკებს. ან შეიძლება შეგიქმნათ რაღაცა მოულოდნელი, სრულიად წარმოუდგენელი ჯანმრთელობის პრობლემა. ან შეიძლება შეგიქმნათ რაღაცა ისეთი დაბრკოლება ცხოვრებაში, რომ როგორ გეგონათ, რომ ყველაფერი ოკეია და ყველაფერი ძალიან კარგად არის, არ გამოდის, ხო? ეს ნიშანია ჩემო ძვირფასებო, ეს ნიშანია გამოფხიზლების და გამოღვიძების. ეს ნიშანია იმის, რომ დროა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, დროა ნამდვილად. ყველა კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ რაღაცა, როდესაც თქვენი თავის არჩევას დაიწყებთ, ეს ადამიანები შემოგეცლებიან. ყველა წურბელა წავა თქვენი ცხოვრებიდან და ყველა წურბელა შემოგეცლებათ, როდესაც თქვენ გადაუკეტავთ ენერგიის წყაროს და საზრდოს ემოციურს თუნდაც. და აქ მხოლოდ ემოციურ საზრდოზე არ მეუბნება, აქ მატერიალურ საზრდოზეც მეუბნება, სხვათა შორის ტარო და მეუბნება იმას, რომ ან რაღაც აი ბუს დიდი თავი აქვს, ზუსტად ეგრეა, აი დიდი თავა ბუები ხართ. ეხლა თქვენ ცუდად არ მიიღოთ იუმორში ვაპობ, რა თქმა უნდა, ანუ
ყველას სატკივარი, ყველას გასაჭირი, ყველას გასაკეთებელი, ყველას საფიქრალი თქვენ დაივიწყეთ. ამაზე ძეგლს არასოდეს არავინ დაგიდგამთ. არასოდეს არავინ დაგიდგამთ. ამიტომ ეცადეთ რომ ერჩიოთ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები და როდესაც ამას გააკეთებთ, აუცილებლად სამყარო უკვე გიდასტურებთ, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს ამ ყველაფრისთვის. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს რომ რეზონირდა და გელოდებით რა თქმა უნდა კომენტარებში ნახოთ რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს ყველაფერი. შევხვდებით ძალიან მალე დროებით.